ისმის ჩემი ხმა. კარგი, მაშინ დრონის კადრი. ეს ულამაზესი ალგარვია, პორტუგალია. გამოირჩევა მისი სანაპირო ზოლებით, დაუვიწყარი ხედებით, მაგრამ დღევანდელი ვიდეოს მთავარი გმირი იქნება ელექტროლექსუსი, შევკოტე, დავით ტურაშვილი, ანა ჩირაძე, მე. კარგი. ყველაფერი რომ ძალიან კარგად გავიგოთ, მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. გქონიათ თუ არა ისეთი შემთხვევა, როდესაც ფიქრობ გავკაჩავ თუ ვერ გავკაჩავ ამას. მე მაქვს ახლა და ვფიქრობ გავკაჩავ თუ ვერ გავკაჩავ შემდეგი 48 საათი ენერგიულად ყოფნას, იმიტომ რომ დღეს დილით სამსახური, მერე საქმეები, მერე ჩაბარგება, მომზადება, ღამის 12 საათია და ახლა მივდივარ აეროპორტში, საიდანაც გავფრინდები სტამბულში, ხოლო სტამბულიდან უკვე გავფრინდები პორტუგალიაში და დილით სადაც ჩავდივარ, იწყება ღონისძიება. დიდი იმედი მაქვს რომ რადგან თქვენ ჩემთან ერთად მიმყავხართ, ცოტა გამამხნევებ და ყველაფერი კარგად ჩაივლის. პორტუგალიაში არ ვარ ნამყოფი, პირველად მივდივარ და თქვენთან ერთად აღმოვაჩენ ამ ყველაფერს და პირველად ვიღებ YouTube-ისთვის ვიდეოს, აი ესე დამოუკიდებლად, სადაც ჩემი გუნდი არ მეყოლება, Osmo Pocket 3-ით ვიღებ, რომელიც გუშინ ვიყიდე სპეციალურად იმისთვის, რომ გადამეღო ეს ვიდეო და თქვენთვის გამეზიარებინა ეს ყველაფერი. ძალიან ბევრმა პროფესიონალური კონტენტის შექმნას დაიწყო ამითი, ძალიან ბევრმა ადამიანმა იყიდა ეს კამერა და პირდაპირ YouTube-ით დაიწყო. ასე რომ ბევრისთვის საინტერესო კამერაა და მოკლედ ერთად გავტესტავთ. აქვე გეტყვით იმას, რომ მე ეს კამერა შევიძინე iPlus-ში და ჩემდა გასაკვირად iPlus-ში Apple-ის ტექნიკის გარდა DJI-ის, Sony-ის და Fujifilm-ის როგორც პროფესიონალური, ასევე სამოყვარულო ტექნიკა იყიდება. და მოგზაურობა რა მოგზაურობაა თუ არეონი არ მექნება თან, განსაკუთრებით საქართველოს დროში, როდესაც საზღვარს ტოვებ. ქვიზები მაქვს მომზადებული სტუმრებისთვის, რომლებსაც საჩუქრად გადავცემ ამ საქართველოს დროშიან არეონებს. ესეთით, ოღონდ ვერცხლისფერით არა, მაგრამ ნამდვილით გამომწერები მყავდა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის წაყვანილი. შეგიძლიათ გადახვიდეთ, უყუროთ მაგ ვიდეოს და მერე დამიბრუნდეთ აქ, მანამდე მე გავედი სახლიდან ჩავპარკდი მანქანაში. მარიამმა მიმაცილა აეროპორტამდე, ფონად კი სულ ის აზრი დამდევს თან, რომ თვითფრენავში უნდა ჩავჯდე, რაც საკმაოდ დიდ დისკომფორტს მიქმნის, მაგრამ მგონი დაუძლევ ამ შიშს. არ მოდიხართ? წავედით. წავედით. რა თქმა უნდა, გამომწერები ხელის გულზე უნდა ატარო, ასე რომ წავედით პორტუგალიაში. გაგიმარჯვეთ, მაგრამ ეს იქნება ჩემს არხზე ალბათ პირველი ვიდეო, სადაც შემიძლია ალკოჰოლი დაულიო, იმიტომ რომ სულ საჭესთან ვარ ყველა ვიდეოში. და პირველად გაგიმარჯვეთ. მიესალმეთ ჩვენს გამომწერებს. Subscriber. ადრე მივფრინავთ. ანუ გამოდის რომ სასტუმროში ჩავალთ მალე, ხო? არა, აბა სტამბულში მოგვიწევს ლოდინი. წავედით. დაიწყო ჩასხდომა და დაიწყო სტრესი. მე მაქვს ესეთი პატარა წესი, ესე ვაკეთებ ხოლმე. ჩემო ბიჭებმა დამავალეს, რომ ყველაფერი გადაიღეო, მათ შორის აი საკვები და ასე შემდეგო, ხო და მოდი გადავიღოთ საკვები. პური, ყველი, ერთი ნაჯერი კედრი და ერთი ნაჯერი პომიდორი, წყალი, დანაჩანგალი, ალუბლის ჯემი. კვერცხი მეგობრებო. ხათამა უგანღავთ. საკმაოდ ძიმე დახეთქების შემდეგ უკვე ვაგრძელებთ ფეხით გადაჯდომას. საკმაოდ დიდი აეროპორტია თურქეთში და ბევრი ვიარეთ, ასევე დიდი რიგი იყო თვითფრენავში ჩასხდომის დროს და გადავლახეთ ასე თუ ისე. მოფერება თვითფრენავზე და ჩავფრინდით უკვე პორტუგალიაში. მე და ლაშა მთელი გზა ვტესტავდით Osmo Pocket 3-ს და ორივეს მოგვეწონა. ძალიან კაი გამოსახულება აქვს. ავტოზე ჩვეულებრივად არაფერი არ დაგვისეთინგებია, უბრალოდ ესე ყველაზე ტუპად ჩართო, დაიწყო გადაღება და შვენიერი გამოსახულება აქვს. ყველაფერს ძალიან კარგად ასწორებს და თუ მოყვარულზე ოდნავ მეტად ერკვევი და ლოგში იღებ და სეტინგების დაყენება, გასწორება შეგიძლია და shutter speed-ი რას ნიშნავს, ISO რას ნიშნავს და ასე შემდეგ. უკვე შეგიძლია რომ ამ კამერიდან ბევრად უკეთესი გამოსახულება ამოიღო, ვიდრე აი ახლა ამ მომენტში უყურებთ თქვენ. მოგესალმებით, დღევანდელ ვიდეოში გთავაზობთ აეროპორტის წილლეშკას.
კარგი სამართავია, გააჩნია როგორი დაღლილი ხარ, მაგის მიხედვით ვიზომება ცხენებ. ნახე, აი იდეალური, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. Duty Free-დან იმედგაცრუებული გავეშურე გარეთ, საქაურობა ძალიან გავს ესპანეთს. ხშირად ფილმებში იყენებენ პორტუგალიის ტერიტორიას, როგორც ესპანეთს, რადგან აქ უფრო ბიუჯეტურია გადაღებების წარმოება. შევედით ვასკო და გამას ხიდზე, რომელიც როგორც ინჟინრულად, ასევე არქიტექტურულად ძალიან შთამბეჭდავია და ევროპაში არის ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სრული მანძილიც 17,2 კილომეტრს შეადგენს. ხიდის და გზების ტკბობის შემდეგ მივუბრუნდი გიგოს, ჩემი პატარა ქვიზით. მოდი გაეცანი ჩვენს მაყურებელს. გამარჯობათ, გახლავთ გრიგოლ წერძე, მუშაობ Toyota კავკასიაში, Lexus-ის მიმართულებით. ვარ ეგრეთ წოდებული value chain-ისა და პროდუქტის სპეციალისტი. აი ეს. LC. ეს პანამერა არა. არა. გეტყვი, კაბრიოლეტი იყო, დასახელება არ მახსოვს ზუსტად. ყველაზე მახინჯი Lexus-ი მსოფლიოში. SC. SC, კი ბატონო, კი. ეს იქნება RCF-ი. რომელი RCF-ი ოღონდ? კაი კითხვა. ეს სხვა კარბონებშია გამოპრანჭული და ესე იგი არ მახსოვს რა ქვია დაბოლოებაში. GT 3 ტურინგია ეს რა. საბოლოო ვერსია. მოკლედ ეს პრიზი თქვენ. საქართველოს დროშა შუა პორტუგალიაში სამწუხაროდ მეტი დიდი პრიზები ვერ წამოვიღე ჩანთის, მაგრამ სიმბოლურად უნდა ვიყოთ. გულში? გულში რა თქმა უნდა. რა ხდება მეგობრებო, რამის არიგებენ, უფასოდ? ანა, ავტომატიკის დარება იცი? რა თქმა უნდა. ჩვენ მხოლოდ მექანიკა. მე მეკითხები. კომბუჩამ სამწუხაროდ გამიცრუა იმედები და მოლოდინები, ჩვეულებრივი ძმრის გემოქონდა, მოკლედ რომ დავახასიათო. Lexus Records Menu by Chief Pedro Pinto. ჩვენ მყავს შეფ კონსტანტინე, ვინ არის Pedro Pinto? მეგობრებო, წეღან ვიღაცა ტიპი მოვიდა საპირფარეშოში, რომ საჯდომზე ხელი მომაკიდებინეო და ძალიან მაგარ ქუდს გაჩუქებო და გიჟია ვიღაცა და რანაირი ხალხი არიან თურმე აქ აიქეთ წავიდა ესე ამ მიმართულებით. ვისაუზმეთ, თუმცა საუზმის პორცია არ ქვია ამას, წამოვედით უკვე ნომრებში დასაბინავებლად და აღმოჩნდა რომ ერთ შენობაში ვიყავით უმეტესობა ჩვენთაგანი და ყველაზე მხიარული შენობა აღმოჩნდა ეს. ნომერმა ნამდვილად მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, იყო ძალიან ნათელი, სუფთა. ნომრის თვალიერების დროს შევამჩნიე Lexus-ის ბრენდირებული აქსესუარები და გავაგრძელე ისევ Osmos გატესტვა. ძალიან კომფორტული კამერაა, სადაც არ უნდა წავიდე, ახლა გამომყვება. ჰოპ. ახლა დროა მოვწესრიგდე, ადამიანს დავემსგავსო, 15 საათი ვიყავი გზაში, რაც შეიძლება მალე დაგიბრუნდებით მეგობრებო. დაგიბრუნდით მეგობრებო. წავედით აბა. ახლა ერთად ნახავთ მანქანას და ნახოთ პირველი შთაბეჭდილებები, აი B-კლასი მიდის და მოემზადეთ. ეს არის ახალი სრულიად ელექტრო Lexus RZ და ეს არის ტოპ ვერსია, იმიტომ რომ არის 550i Direct 4, ანუ 4-ვე ამძრავია. საინტერესო ფერია, ნარდო გრეი არ არის თვად ბოლომდე, მაგრამ უკეთესია. კუპე სტილშია გაკეთებული, უკან დახრილი საქარემინა აქვს, დისკების სავსეა აეროდინამიულობისთვის და იმისთვის რომ რეინჯი გაგვეზარდოს. F-Sport-ია ეს კონკრეტული, მოკლედ ეს არის ძალიან ტოპი. ეს კონკრეტული არის Lexus RZ 550i Direct 4, რაც იმას ნიშნავს, რომ არის 4-ვე ამძრავი, ხოლო i ნიშნავს იმას, რომ ეს ავტომობილი არის ელექტრო. Lexus-მა ასევე შემოგთავაზა RZ 500 და RZ 350. სიმძლავრის მიხედვით ემატება ციფრებით. ეს არის ყველაზე მძლავრი ვერსია, თან არის F-Sport-ი, არის ორ ფერში შესრულებული, ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურება. მე პირადად მიხარია, რომ Lexus-მა ელექტრომობილის შემთხვევაში შემოგთავაზა მისი კლასიკური დიზაინი. ციფრებზე რომ გადავიდეთ, 0-დან 100-მდე ჩქარდება 4.4 წამში, აქვს 300 კილოვატიანი ელემენტი და დაახლოებით 600 კილომეტრამდე შეუძლია დაფაროს ერთი დამუხტვით. დღეს რამდენიმე ათეულ ადამიანს მოგვეცა იმის საშუალება, რომ პირველებს გვენახა და შეგვეფასებინა ეს ავტომობილი ვიზუალურად, ამიტომ ახლა გეპატიჟებით ავტომობილის პროფილში. ვერდულადაც არანაკლები მზიდველად გამოიყურება ყველაფერი, აქაც გვაქვს შავი აქცენტები. ფრთები შეღებილია
საღებავი და არ არის უბრალოდ შავი პლასმასი, რაც პრემიალურობას კიდევ უფრო მეტად უსვავს ხაზს. აი ეს ჭრილები, რასაც ხედავთ, უკვე Lexus-ის ხელწერაა. ამ კონკრეტული ავტომობილის შემთხვევაში გვაქვს კუპეს დიზაინი, ესეთი დახრილი უკანა საქარე მინა გვაქვს და გვაქვს წამოწეული სახურავის დაბოლოებები, რომელიც ავტომობილს უფრო ფუტურისტულ და უფრო სპორტულ ვიზუალს ძენს, რაც ძალიან მომწონს. ხოლო ახლა დროა რომ ავტომობილის უკანა მხარეს შევაფასოთ. ხოლო უკნიდან როგორც ხედავთ, უფრო წახნაგოვანი დიზაინი აქვს ავტომობილს, მაგრამ აი ეს დაბოლოებები, სახურავის ფორმა და შემდეგ უკვე საბარგულზე დამატებული სპოილერი, რომელსაც ძალიან სახასიათო დიზაინი აქვს. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ დიზაინური შტრიხი არ არის და უბრალოდ ვიზუალისტვის არ არის, რადგან როდესაც იქმნება ელექტროავტომობილები, ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება აეროდინამიულობას, ისევ და ისევ იმიტომ, რომ გავზარდოთ დაფარვის მანძილი, შესაბამისად ეს ყველაფერი სინთეზში მუშაობს და ქარს აძლევს იმ მიმართულებას, რომ ავტომობილი მაქსიმალურად მოეჭიდოს კიდეც გზის საფარს და ასევე გაიაროს, რაც შეიძლება მეტი კილომეტრი ერთი დამუხტვით. მოსაღამოვდა უკვე და გადმოვედით პრეზენტაციაზე, მანქანა წეგან დავათვალიერეთ და ეხლა უკვე გეპატიჟებით პრეზენტაციაზე. ეხლა მე გაჩვენებ მანქანების ფოტოებს, რომლებზეც ლოგოები არის მოშორებული და მოდელი არ აუცილებელი, მთავარია ბრენდი გამოიცნო. ახ, კარგი რა. სათხარ დღეს. Lexus. Lexus-ის სწორი. Lexus. როგორ შეძელი? ცოტა ძველი მანქანები მანახე. მინიშნებას გეტყვით თუ ხო, გინდა. მითხარი. Lexus-ი არის ამ კომპანიის შვილობილი კომპანია. Toyota სწორია. ნუ აი ეგეც ვიცი, ხო ხედა? აბა ეს მანქანა ღირს რამდენიმე მილიონი. რაზე იწყება? Bentley? არა, Bentley ბრიტანულია. არ ვიცი. კაი, ეს არის Bugatti. Bugatti. აბა ეს ნახე, უფრო კლასიკური, თბილისიც ბევრი შეგხვდებოდა. Volkswagen-ი? არა, შემდეგ. Audi? Audi? არა, არც Audi, არც Volkswagen-ი. Mercedes-ი? Mercedes-ი, სწორია. ეს არის Mercedes R-Class. ეს Mercedes-ი. სწორია, ეს Mercedes-ი. აბა რაკეტა. ეს არის რაკეტა. ეს არის McLaren. აი ხო, არ ვიცი რა. ეხლა ის უნდა იცოდე უეჭველი. Golf-ი? არა. გერმანული. პირველი ასე მომთხარი. Peugeot? Peugeot ფრანგულია. Porsche? 911. რანაირად არის Porsche ესეთი რგვალი იმეების? მოდით ცდილობა დავაფასოთ და მაინც მოგებაში ჩაუთვალოთ და Areon-ისგან პრომოკოდს გამოგიგზავნით და შენი გემოვნებით საიტზე რასაც გინდა გამოიწერ. Areon-ის საიტზე სახლის სურნელებიც აქვს, ავტომობილის სურნელებიც აქვს და ძალიან კაი პრემიუმ ხარისხის პროდუქცია. ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ანამ დაპირებული საჩუქარი მიიღო, მაგრამ ასევე მიიღო ქართულ დროშიანი Areon-ი, რომელიც ძალიან გაუხარდა და დაიწყო მოდელის პრეზენტაციის პროცესი, სადაც დეტალურად აგვიხსნეს ყველა ის სიახლე, რაც დაინერგა Lexus RZ-ში. მე მაქვს თქვენთვის ესეთი პატარა კვიზი მომზადებული საავტომობილო სფეროდან გამოჩენილი ცნობილი ადამიანების გამონათქვამები და თუ იცით ვინ არიან ამ გამონათქვამების ავტორები. ეჭვება რომ ვიცოდე, იმიტომ რომ ჩემი ცოდნა გაჩერდა ბავშვობის ინფორმაციაზე, მახსოვს უფროსები ამბობდნენ ხოლმე რომ 0.3-ის ძრავა იქნება ძალიან მაგარია. აეროდინამიკა არის იმათვის, ვინც ძრავებს ვერ აწყობს. იტალიელია, სპორტული ავტომობილების აწყობით იყო გატაცებული ეს ავტომობილი. Lamborghini? აბა Fiat-ი? ვინ თქვა? ხო, ეს არის Enzo Ferraris სიტყვა. Ferraris. იმი იყო ხა? გამახსენდა. მეთქი საიდან მეცნობენ. შემდეგი არის მინიშნებას მოგცემთ ბრაზილიელის სიტყვებია. მეორე ადგილი ნიშნავს იყო დამარცხებულებში პირველ ადგილს. Ayrton Senna ვიცი ბრაზილიელი, მეტი არავინ. Ayrton Senna, იმიტომ ვიცი რომ მას ნახე დოკუმენტური ფილმი. ისე მომეწონა, უბრალოდ Senna რომ ქვია, ხო ეს? ხო, მე გონა რომ შეიძლება ძღოლი იყო. აღმოვაჩინო ფილოსოფოსი ადამიანი ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა. Ayrton-ი რო შევწყვიტო, ესე იგი, არ უნდა ავჩქარდე და ადამიანებს არ უნდა მქონდეს სტერეოტიპული წარმოდგენა. მე ვერ ვიპოვე ოცნების სპორტული ავტომობილი, ამიტომ თავად შევქმენი ის. მარტო Lamborghini გამიგია სპორტული მანქანა. გერმანელი. გერმანელებსაც აქვს სპორტული მანქანები?
BMW, ეგ არის სპორტული? მაგაზე ცოტა უფრო სპორტულიც არის. შტუტგარტიდან. აი Audi, კიდე Porsche გერმანულია? ბერდინად Porsche-ს სიტყვებია. მე ვერ ვიპოვე ჩემი ოცნების სპორტული ავტომობილი და ამიტომ თავად შევქმნი. ფრანგულად ჟღერს, არც მეგონა რომ გერმანული. ბერდინად Porsche. მე ფეხით დავდივარ, იმიტომ ვერ ვერკვევი მანქანებში, რა ვიცი. ესეთი გამონათქვამია, გამოტოვებული სიტყვა ამ გამონათქვამში. ფერარს ყიდულობ მაშინ, როდესაც გინდა იყო ვიღაც, მაგრამ გამოტოვება ყიდულობ მაშინ, როდესაც უკვე ხარ ის ვიღაც. თუ რა დამტკიცებებისაც უნდა ფერარის ყიდულო? ხო, აი რაღაცა ესე გამოვიდა აი ეს ადამიანი. ისიც იტალიურია? მარტო Lamborghini გამიგია სპორტული მანქანა. Fiat რა იქნება? იტალიურ არ იყო Fiat-ი? იყო, მაგრამ Fiat-ის ფლობელობაშია Ferrari, ასე რომ Lamborghini-ა? Lamborghini, Ferruccio Lamborghini-მ განაცხადა ეს, როდესაც პირველი Lamborghini წარადგინა. იტალიურ როგორ არის Lamborghini. ხო, მორჩი? დიდი მადლობა. არა, მისი მადლობა, პირიქით, თქვენ მადლობა. პირველად დამისვეს შეკითხვები ავტომობილებთან დაკავშირებით. ყველა მიცის რომ ამერიკაში არა მაგ ავტომობილებთან არც მანქანა მოყავს და ფეხი დავდიო და საკმაოდ დიდი და საინტერესო სფეროას ავტომობილს. ალბათ, რავია, უინტერესო სამყაროში რა არის. არც არაფერი. ერთ-ერთი მოდა არ მაინტერესებს, დანარჩენ ყველაფერი საინტერესო. აქ კოშკიც ქონიათ და ძალიან ლამაზ ადგილას გველოდება ვახშამი. მე მაქვს მანქანების ნაწილები და თუ მიხვდები რომელი ნაწილი, აი რისი შეიძლება იყოს, ან რა ფუნქცია შეიძლება კონდეს. რა ნაწილი შეიძლება იყოს და რა ფუნქცია კონდეს. ეს არის გუშიწელი. არა, ეს არის მოტორში. თითო ის კონდეს. მოტორში ჩამონტაჟებული. ანუ შედის წნევა აქედან და გამოდის აქ. ექსტორია რო აქედან შედის და არა აქედან შედის და აქედან გამოდის, ხო და მაგრამ არ არის რაც მე თქვი ქართულად. ეს არის ტურბო მეგობრებო, რომელიც ძრავს. ძრავს ისა. აბა ეს რა. ცინა, მოდი აბა შეგავცვალოთ პოზიციები. ფილტრია ეს. ეს არის გულშიწელის საწინააღმდეგოა. ეს არის ფილტრი წინ. შემომავალი ჰაერი. კი ბატონო, ეს არის შემშვები. ეს სვეჩები, ქართულად არ ვიცი რა ქვია. ალების სანთლები. ეს არის დისკი, ანუ ბორბოსა და იმას შორის რო სამუხრუჭე დისკი. სწორია. ეგ არის აპორნე დისკი. აი აბა ეს რა შეიძლება იყოს. რაღაც საფრთხოს ხო გავს გადაცემათა კოობს და ძრავს შორის აყენია ეს. ეს არის მექანიკას. ერთი წუთი. ეს არის კაროკის მოიცადე ერთი წუთი. მესამე პედალს რა ქვია? კონუსი, ტონუსი და ხალასტოი. არა, ეს არის ცეპლენია, ანუ მოდების ქურო, იგივე აუ, კონუსი. კარგი რა, ეს არ მომწონს ეს ტესტი. ანუ მისაღებში გადავედი. კი, შეგვიძლია ცოტა მეცადინეობა და კარგ შედეგებზე გავა. მადლობა დიდი. თქვენ შეაფასეთ შეფ კონსტანტინეს კვიზის შედეგები, რამდენად კარგად გაართვა თავი. ჩემი აზრით კი ნამდვილად ეკუთვნოდა მას ქართულ დროშიანი არეონი. თქვენ ჩემზე ადრე გაგიყვიძიათ თუ რა ხდება. მოკლედ 15 აკლია 8-ს დაიწყო უკვე საუზმე და 9-ის 20 წუთზე ვიკრიბებით ყველა ერთად და გავდივართ ტესტ დრაივებზე, ასე რომ ბევრს აღარ ვისაუბრებ, წავედით პირდაპირ საუზმეზე. დღე მე ვარ. Smooth operator, წავედით. აუ, ჩემი ჩანთაც რო წამოიღო შეგიძლია? გინდა ზოგზე შეგიძლია. ანა. საქართველოს დროშა. სულთან რო კონდეს. სურნელოვანი. რა თქმა უნდა. მადლობა ძალიან. მეოთხე ნომერი ავტომობილი შევხვდა და წავიდეთ ახლა ვიპოვოთ სად არის ჩვენი მეოთხე ნომერი ავტომობილი და რაფერი იქნება ძალიან მაინტერესებს. ორიანი დაუწერეს ანას. თქვენ ვერც ხვდებით რანაირი მანქანაში ვარ. ჩემსაჭე შეხედე. ჩემც ეგეთია. არა? კი. ეგეთია? ნუ მე ამეთი ვიცავ რა. მოგწონს. ძალიან. პრაქტიკულად რაკეტაში ვზივარ, რაკეტები ხომ მეგონა გუშინ და ეს არის რაკეტა მე მგონი. ჩვენ ვართ მეოთხეში ერთად. მოვბრძანდით
ის უცნაური ფორმის რაღაცა არის საჭე, სიმულატორის საჭეს გავს. Lexus-ის ტრადიციული Airbag-ი შეინარჩუნეს, დანარჩენი ყველაფერი არის სრულიად ახალი. ამ ღილაკს არ შემოვიდა დავაწვეთ და გადავწიოთ, რომ წავიდეს მანქანა დრაივში. საკმაოდ რბილად იმართება, მაგრამ ამ საჭეს სჭირდება მიჩვევა. საჭე ტრიალებს 200 გრადუსით, 100 გრადუსით ამ მხარეს და 100 გრადუსით მეორე მხარეს. სავარძელი რომ კომფორტულია, მე მგონი ეგ მნიშვნელოვანია რა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით შორგზაზე იქნება ეგ ძალიან მნიშვნელოვანი. ოჩა! და კარგად მიდის. ძალიან. აქვს ის რაღაც აჩქარების შეგრძნება, აქვს რაც ელექტროავტომობილს უნდა კონდეს. ავტომობილის საჭით და აჩქარებით გართულმა საკმაოდ გვიან შევამჩნიე, რომ აქ გვაქვს ესეთი ღილაკი, M mode-ი აწერია და ამას როგორც კი გავააქტიურებ, აქ უკვე იცვლება გამოსახულება. შეიცვალა ხმაც, არ ვიცი მიკროფონში რამდენად შემოდის და აი აქ გვაქვს გადამრთველები პლუსი და მინუსი. აი ნახოთ რა სიზავს, აი მაგალითად დავამინუსოთ, აი სიჩქარე. ხმა ხო გესმით? ეს არის სპორტი? ხო. აი, სანამ არ გადართავ არ მიდის. აი, აღარ მიდის. ხელი თუნდა. ხო, რაღაც სიჩქარეების ეფექტი აქვს შექმნილი. ეხლა მესამე სიჩქარეში ხარ, რომ მეუბნება, ანუ რეალურად ტრადიციული კოლოფი არ აქვს ელექტრომანქანას, მაგრამ ნუ ამბობს, რომ მესამე სიჩქარეში ვართ. წავედით და აი 102-ზე მეც აღარ მიდის. მეოთხეში წავიდა ისე. ანუ ეს საერთოდ ცulis ყველაფერს თამაშის წესებს ცulis ელექტროავტომობილის შემთხვევაში, ანუ ამითი უკვე ძალიან გაერთობა. მაგრამ ეს გადამრთველები არის ძალიან პატარა. ანუ რაც უფრო ისეთია, აი Ferrari-ს მაგალითად ესეთი ამ სიმაღლე აქვს, რომ ანუ რაც უფრო ეგზოტიკურია მანქანა, უფრო დიდი გადამრთველები აქვს. აქ თითის ზომა ესეთი პატარა. Should be me with the golden bell across the room, laughing over wine, losing track of time. That should be me. Oh, that არ ვიცი ამდენ სწორად მოვედით, რაღაც პარკინგზე ვართ. გავცილთ ადგილებს და სხვათა შორის გზავრის მხრიდანაც მაინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ როდესაც მანქანაში ვზივარ, გვერდზე ვზივარ, უკან ვზივარ, სადაც არ უნდა ვიჯდე, საჭესთან ვზივარ, ერთი ტოქსიკური ჩვევა მაქვს ეგეთი, მაგრამ მაინც მაინტერესებს. ახლა გადავხედოთ ფერებს, ნარდო გრეის ვარიანტია, ოღონდ ცოტა უფრო მეტი მძინვარება აქვს ამას ვიდრე ნარდო გრეის, რუხი ჩვეულებრივი და დისკებს დააკვირდით. ეს არის 500i და 550 აქვს ესეთი შევსებული დისკი, ალბათ რეინჯის და აეროდინამიულობის გამო. ეს დისკები ძალიან მომწონს, რომ Lexus-ის ტრადიციული დისკია და თქვენი აზრი მაინტერესებს, აი სპოილერის გარეშე უფრო მოგწონთ თუ სპოილერით უფრო მოგწონთ. ეს არის სპილენძის ფერი, ქრომ სპილენძი ქვია. ეს არის რუხი, რითიც ჩვენ გადავაადგილდებით მანქანა ნომერი 4. ეს არის სავარაუდოდ 350. ყველაზე ისეთი დისკები აქვს, პატარა ზომის, პლასმასია, შეღებილი არ არის ძარის ფერში. ამას უკვე ეტყობა, რომ ისეთი ყველაზე budget friendly ვერსია, მაგრამ განსხვავებული ფერია, ცისფერია და გიხდება, მაგ ლუქსზე გიხდება ეგ მანქანა. ამ მანქანას აქვს მედოკის ინტერიერი, ხო? მედოკის ინტერიერი. ძალიან კაია. შეგიძლიათ Lexus Georgia-ში მიხვიდეთ და მედოკის ინტერიერი მინდა ასე შევუკვეთთ. ლაივში ძალიან კაია რა. ვაიმე. მიეჩვე საჭეს? თუ ჯერა. რა უცნაურია. ეს მინდა. შენ არ მოეჭიდო არაფერს უბრალოდ და კარგად გამოჩნდება აჩქარების ძალა.
ეს ახალი საჭე მისაჩვევია. ყოველდღიურობაში მე არ მეპრაქტიკულება, ტრადიციული მირჩევნია. ასე რომ დიდად გულით არ მწყდება საქართველოში რო არ შემოვა ესეთი საჭე. ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე მაინც ვიზუალურად კარგი მანქანაა, სამართავად კარგი მანქანაა, აჩქარება ძალიან კარგია. ამ საფასო კატეგორიაში და ამ ზომის და ამ კლასის მანქანას რაც უნდა კონდეს, ძალიან კარგია. მეტი არც არის საჭირო ჩემი აზრით. 4/4 წამი, რაც უწერია აჩქარება, შეგრძნებით თითქოს უფრო სწრაფად ჩქარდება. კომფორტულია, კარგად ზიხარ, დიდი მონიტორი გაქვს, რასაც ყურადღებას ყოველთვის ვაქცევ. წინ head-up display გაქვს და შესაბამისად არც გჭირდება მაჩვენებელთა დაფაზე ყურადღების გადატანა. საბარგული, მიუხედავად იმისა, რომ კუპეა მანქანა და გარედან, ასე ვთქვათ, ვიზუალს შეეწირა საბარგულის ზომა, პატარა საბარგული ნამდვილად არ არის. 4 ადამიანი კომფორტულად და სასიამოვნოდ იმგზავრებს ამ ავტომობილით, ჩემი აზრით. მე მგონი ხშირად ჩავწერ ხოლმე ესეთ ვიდეოებს, იმდენად მარტივია ამ კამერით კონტენტის წარმოება და რაღაცეების კეთება. ეხლა რაღაცა უნდა გამოვაცხოთ ჩვენ თვითონ და მე ვჭამოთ, არ ვიცი რამდენად კაი იდეა, მაგას მირჩევნია დონატები გამოვაცხო. არ ნერვიულობ ეს ძალიან ახალ წამოიყვანე, გამოიყვანე. ეხლა რაც არ არის თქვენი საქმე გაეშვით. არა, კოტე მაგრად ვერ გააკეთებდა. იდეალურია. თუ გაკეთებული ესეთი ეს დესერტი აქამდე. კი. გაქვია? ეს არის პორტუგალიური დესერტი and this name is pastel de nata. ფენოვან სომში გამოუცხარი კრემია იდეაში. La nuit est claire et არ ველოდებოდი. les heures passent une ძალიან მაინტერესებდა 500, მაგრამ შევხვდა 350. ყველაზე ბეის კომპლექტაცია. აქვს სამაგიეროდ ყველაზე დიდი დაფარვის მანძილი, 700+ კილომეტრს გადის. ამას უკვე აქვს ტრადიციული საჭე. სადმე ჩქარი მონაკვეთი თუ იქნება, აუცილებლად ბოლოზე ვიჩანჩავლებთ, იმიტომ რომ ეს მანქანა ჩქარდება 7 რაღაცა მე-10-ში. ის 4/4-ში, ან ფაქტიურად ორჯერ სწრაფად ჩქარდება. აბა მიადგი ბოლომდე. აი ხა რა ვთქვას რომ მკვდარია? არა, ხო, ჯერ ამაზე რომ დავმჯდარიყავი, ალბათ ვიტყოდი რომ ამასაც ემოცია აქვს. კი. ესეც ესეთია, ჩუმი წყნარია. ძალიან ოდნავ უფრო მეტი ხმაური შემოდის აქ ვიდრე იმაში. ისეთი დოზით არის განსხვავება მოკლედ რომ თითქმის არ არის. აი წამოვეციეთ კოლონასაც. მოვედით შემდეგ ლოკაციაზე, ეს არის ლანჩის ლოკაცია. აქეთ ავტომობილებია. ავტომობილ საქართველოს არხი თუ არ იცით, აუცილებლად უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის დახვეწილი კონტენტი კეთდება საავტომობილო მიმართულებით ან ქართულ ენაზე, მოკლედ ძალიან მომწონს. აუხსენი შაკოს შემდეგი კვიზის პირობები, რომ უნდა გამოიცნო ავტომობილის ნაწილები. დარწმუნებული არ ვარ, მე არ მიყვარს მანქანების დაშლა აწყობა. უი როგორ შეიცვალა მოცემულობა? რა ნაწილია შენი აზრით? ეს რა არის, დინამო არ არის? ეს დინამოა. ხო. მომატყუე, ხო? არა, არ მოგატყუე, უბრალოდ მე ანუ არ შლი არ ვაწყობ მანქანებს, მაგის თქმა მინდა, ანუ ავტომოყარული ვარ, მაგრამ ძრავის დაშლა აწყობა ჩემი საქმე არ არის, არც სავალი ნაწილის. აბა. ეს არის დამატებითი აქსესუარი, ეს არ არის. ყველა მანქანას არ აქვს. ბარი ხო არ არის ხელის ჩამოსადები? ის არის კაცო, საბარგული ჭერის. კი ბატონო. კი ბატონო. ეს არის სამხუჭე დისკი? არა. ეს არის, არა, სამხუჭე დისკი არ არის, ბოდიში. გადაცემათა კოლოფის? არა. რა არის? მოდების ქურო, ანუ ცეპლენია. ცეპლენია, ხო, კი ბატონო, მოდების ქურო. ეს არის ეგრეთ წოდებული დგუში. ხო? არა, დგუში არ არის. რა არის? ეს არის სარქველი. სარქველი. კლაპანი. ეს არის გამანაწილებელი ლილვი. შენი აზრით ეს ამაზე რა პასუხები შეიძლებოდა მიმეღო დღეს? რაღაცა დუდუკი ან რაღაცა საყვირი? ერთი ვარიანტი იყო, რომ ეს არის მანქანის ძრავა. იყო ესე გლუშტელი. ეს ცოდნა და უფასებლად არ ჩაივლის პრიზიც მაგ შენთვის, რომელსაც მე გეტყვი პრომოკოდს გეტყვი და არეონ საქართველოს საიტიდან, არეონჯიდან შეგიძლია გამოწერო შენთვის სასურველი სახლის ან საავტომობილოს უნამოება. როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ ტესტამდე გადავეც შაკოს არეონი, რადგან მის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავ. რაც შეეხება ტესტ-დრაივის პირველ ეტაპს დასრულდა და ჩემი ძალიან დიდი თხოვნის შემდეგ გამოგვიცვალეს ავტომობილი.
მეორე ტესტ დრაივის პირველი ეტაპი დასრულდა. მივედით 350-ით, მაგრამ წამოვედით 500-ით, რომელიც არის ყველაზე მაღალი კომპლექტაცია, რომელიც საქართველოს ბაზრისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ტრადიციული საჭე აქვს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კომფორტულია ეს ტრადიციული საჭეც. მე პირადად ჯერჯერობით ეს უფრო მირჩევნია. შეიძლება საერთოდ შეიცვალოს საავტომობილო მიმართულება, ცოტა ხანში საჭეც არ კონდეს და ტელეპათიურად მართავდე მანქანას, მაგრამ ჯერჯერობით ჩემთვის მაინც სიახლეა და ეს ტრადიციული მირჩევნია. მირჩევნია საჭესთან ცალხელში ოსმო მეჭიროს და მეორე ხელით საჭეს ასე მართავდე. ეხლა ბრუნდებით უკან, წინ ძალიან ლამაზი გზა გველოდება, წეღანისი გავერთეთ გზაში, რომ არაფერი აღარ გადამიღია, უბრალოდ მომენტი შევირგეთ ყველა და ეხლა ბრუნდებით უკან იგივე გზაზე და ვეცდები რომ რაღაცები მაქსიმალურად გადავიღო, ბატონი ლაშაც თუ დამეხმარება, რა თქმა უნდა. აჩქარებაც დაგვიბრუნდა. საბოლოო ჯამში ძალიან მოკლე დროს შევაფასო. მომწონს ის, რომ ეს ტრადიციული Lexus-ის დიზაინი აქვს, პრემიალურობის შეგრძნება გაქვს, ყველგან სადაც ეხება კარგი მატერიალები გაქვს, განსაკუთრებით 550-ში და 500-ში. ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ეს კონკრეტულად ამ მოდელს არა ზოგადად ბრენდს ეხება, როცა Lexus-ში ხარ, მშვიდად ხარ და ზუსტად იცი, რომ საერთოდ არ უნდა მიდიოდე და ამ ხელა მანძილზეც არ უნდა იყოს ასე თქვა წასასვლელი მიხვა. ეს არის ჩვენი ავტომობილი გარედან, წამოსვლისას ვერ მოვასწარი, ჩვენება და გზაში ვიძახდი, მომწონს მეთქი და ზუსტად ეგ მანქანაც მომიწია უკანა გზაზე. აი ამ დისკებზე მაქვს საუბარი, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე მეტად უხდება ამ მოდელს და უკან აქ აღარ გვაქვს ის სპოილერი, რომელიც აქვს F-Sport. Upgraded დისკებია ეს უკვე 500-ის. ეს არის F-ის დისკები. ის რომელი მოგწონთ და გირჩევნია თქვენი გადასაწყვეტია, ეს უფრო ხაზს უსვამს ავტომობილის სტილს, ფილოსოფიას და იმას, რომ ელექტროა. ეს უფრო ტრადიციული დისკია, მაგრამ ვიზუალურად ეს მირჩევნია. ამ ულამაზესი მზის ჩასვლით ჩვენი ვოიაჟიც დასასრულს მიუახლოვდა, მანქანები წაიყვანეს უკვე. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, რომ ესე ცალკე დამოუკიდებლად კოლონის გარეშე ჩაგვეწერა მანქანა, იმიტომ რომ ხვალ ბარსელონაში უნდა წაიყვანონ მანქანები. რაც მოხერხდა და რაც გამოვიდა, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იყო. ახალი გამოცდილება იყო ჩემთვისაც, სასიამოვნო მოგონებებით და ემოციებით ვარ სავსე. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Lexus საქართველოს, რომ მომეცა საშუალება ესეთი გამოცდილებისთვის, ესეთ საინტერესო ადგილას, ესეთ საინტერესო მოდელის შესახებ და ესეთ საინტერესო ადამიანებთან ერთად. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ კომპანიას, რომელიც მე და ჩემს გუნდს ხარში გვიდგას, ესენია The Park თბილისი, Lusso საქართველო, Areon საქართველო და Leader Motors. ახლა კი მივდივარ ვახშამზე, შევუერთდები მეგობრებს, ამიტომ წავედი ვახშამზე და დროებით. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც უყურებთ და იწონებთ ჩვენს ვიდეოებს, არხი გაქვთ გამოწერილი და გვითმობთ დროს. რომ არა თქვენ, ეს ყველაფერი ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ.